ინდიგო ჟურნალისტ საბას ორდიას იზოლატორში ყოფნის ვადა გაუგრძელეს. ინფორმაციას მედია საშუალების ხელმძღვანელი ავრცელებს. როდის გაიმართება ჟურნალისტის სასამართლო პროცესი უცნობია. საბას ორდია გუშინ შუადღისას მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საბაბით დააკავეს. როგორც ორდიას ადვოკატი მარიამ ყველაშვილი ამბობს, დაკავების მომენტში პოლიციელებმა ჟურნალისტის მიმართ გამოიყენეს ჰომოფობიური ლექსიკა, ასევე წაართვეს კამერა GoPro და უთხრეს, რომ მას დაუმტვრევდნენ. საბას ორდიას დაკავებას მედიის წინააღმდეგ მიმართულ სისტემური რეპრესიის კიდევ ერთ შემთხვევად აფასებს მედიის ადვოკატირების კოალიცია. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, დამოუკიდებელი მედია ოცნების რეჟიმის მთავარი სამიზნეა. ჟურნალისტების დაკავება ისეთი მოსახერხებელი საბაბით, როგორიცაა პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა, სამართალდამცავი ორგანოების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ეს არის გააზრებული ტაქტიკა მედიის თავისუფლებაზე შემაკავებელი ეფექტის შესაქმნელად და სხვა ჟურნალისტების დასაშინებლად. ქართული ოცნების რეჟიმის სხვადასხვა მეთოდით აგრძელებს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩახშობას, რაც მოიცავს სამართლებრივი დევნის მექანიზმებს, ფიზიკურ ძალადობას, მძიმე ფინანსურ სანქციებს, რეპრესიული საკანონმდებლო ინიციატივების მიღებას და დაუსჯელობის პოლიტიკას ძალადობის შემთხვევაში. პროევროპული საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან 100-ზე მეტი ინციდენტი დაფიქსირდა მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. ამის მიუხედავად არც ერთი თავდამსხმელი არ იქნა იდენტიფიცირებული და დასჯილი. ზემო აღნიშნული შემთხვევები ნათლად აჩვენებს ქართული ოცნების მიერ გამოხატვის თავისუფლების და ნებისმიერი კრიტიკული აზრის სისტემური შეზღუდვის მცდელობას. როგორც საბას ორდიას უფლებადამცველი ამბობს, ჟურნალისტის დაკავებას წინუძღოდა პოლიციის მხრიდან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მოთხოვნა. პირადობის მიწოდების შემდეგ პოლიციამ საბას ჩანთის გახსნაც მოსთხოვა, რასაც ის დაემორჩილა, თუმცა შელაპარაკება მოჰყვა პოლიციის მიერ ჩანთის კიდევ ერთი ჯიბის გახსნის მცდელობას. იურისტის თქმით, ჟურნალისტმა უთხრა, რომ მზად იყო თავად გაეხსნა ჩანთა. ამ შელაპარაკებას საბას ორდიას დაკავება მოჰყვა. ჟურნალისტს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებიან, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.